რუბრიკის სტუმარია თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი ნიკა მელია, გთხოვთ. გამარჯობა. არ გჯერა რომ მოვა, ხო? ხო, მისმენდი? ხო, რა ვიცი. მოხვალ რო გაიმარჯვო? აუცილებლად მოვა. აუცილებლად. გრაფიკზე შეგვიძლია დღესო შევთანხმდეთ. დღესო შევთანხმდეთ. ანუ დებ პირობას. პირობას დებ. რო ვერ გაიმარჯვო? რო ვერ გავიმარჯვო? 4 წლის მერე მოხვალ? ეხლა 3 წლით არის. 3 წლით რჩება. ახლა როგორი გაუთვი ცნობიერებელი ვარ, რას მიკეთებ? არა, 4 წელი იყო სულ და ეხლა შეცვალე 3 წლით რჩება. ხო, მე არა ვარ გათვისწინებული. ეს დაახლოებით 4 და 20 ნომერი სამოვიდა. 4 და 20 სამოვიდა. კი ბატონო, 20? კარგი. რაღაც მოსვენებთან დაკავშირებით მინდა კითხო. სატელეფონო? ხო, ზოგადად ეს ფარული მოსვენები როა. აი ხა როგორ გონია? მე და შენ ახლა რო საუბრობთ. ვინ მეგვისმენს? ისე არ არის გამორიცხული, ისეთ უცნაურ ამბებს ვაკვირდებით ჩვენ, რომ აქაც კი იყოს დამონტაჟებული რეალურად საწონი აპარატურა, აღარ არის საჭიროება, ხო რო იყოს. კარგი. ახლა მე მაქვს ერთი შეკითხვა. მე ვარ ნიკა დამამთავრებინი არ გამაწყვეტინო. მე ვარ ყოვლად გათახსირებული და უნამუსო პიროვნება. პიროვნებაც არა ვარ, მე ვარ სუბიექტი და გადმონაშთი. ასევე. ხო. ამიტომ როგორც ზემოთხსენებულ გადმონაშთს არ მაინტერესებს საქართველოს ბედი და მაინტერესებს თქვენ რომ მერი გახდეთ, პირადად ჩემთვის რა ხეირი იქნება. თქვენ რომ მე რომ მერი გავხდე, როცა გავხდები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენაერი რავზანეთ გათახსირებული ადამიანი, ხო? გათახსირებული უნამუსო გადმონაშთი გათახსირებული ადამიანი იქნება ძალიან ბევრი თბილისში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ არც გათახსირებული ხართ, არც უნამუსო და არც გადმონაშთი. აი იქნება ბევრი და სულ ჩემ თავი რა უნდა იქნება ამ ბევრმა გათახსირებულმა ადამიანმა ერთმანეთი კარგად გაიცნოს. ესე იგი წერილები ამის. გაიგო მოსახლეობამ, რომ ნიკა მელია იქნება სტუმრადო. აი ესეთი წერილია მოსული, რომ ბატონო ნიკა, თქვენ იყავით ძველი თბილისის გამგებელი. დღეს 6 საათამდე ვარ. დღეს 6 საათამდე. ოკეი. ძველი თბილისის გამგებელი, ანუ ჯერჯერობით ხართ, ანუ მაინც იყავით, იმიტომ რომ აწი ვეღარ მოასწრებთ მაგ სტატუსით ვერაფრის გაკეთებას. იყავით ძველი თბილისის გამგებელი, სოლოლაკი ძველ თბილისში შედის და რას პირდებით სოლოლაკის მოსახლეობას და პირადად მე პატივისცემით ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი როგორც სოლოლაკელიც წერს ეხლა, იმიტომ რომ მოგხსენებათ რომ სოლოლაკში ცხოვრობს. ნუ სოლოლაკელებს პირდები იმას რომ ცხოვრება და ის პრობლემები სოციალური ინფრასტრუქტურული მოგეთ გაუმჯობესდება ეს და ის მათ პროვინცია, მაგრამ განსაკუთრებით ასევე მინდა სოლოლაკელებს და მოქალაქეს დავპირდე რომ წლებია უკვე ცხოვრობს შენობაში სოლოლაკში და დრო არის მე მგონი როდესაც უნდა უკვე გავაცნო ერთმანეთი. ასე სოლოლაკელები უნდა გავაცნო გასაგებია. მოქალაქის. გასაგებია. კიდევ ჩვენ სოლოლაკელებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს. ღამე ზვიგენის დგაფუნი. გამთავრებული. პინგვინის ხრინვა და შრიალი. აგძელებს მოქალაქე. იცით რისი შრიალი? ბიძინა ძილის წინ თურმე ფულს ითვლის და იმის შრიალი. ამას რა შეფასება? და აი ამ ჩამონათვალს იმედია რომ აღარ დაემატება ერთი დამატებითი პუნქტი რომ აი გვაწუხებს მელიას რა მეც როგორც ახლა მელია რა შვება ხო? მელია რა შვება ისე. ხმუის მგელი. სისი. ხო. ხმუის მგელი. მელია სისი არა, სისინი ცუდი ცხოველია, ნიკა ახლა ვერ შეგადარებ იმ ცხოველს. მელია. თუმცა რას ვიზამთ და აი როდესაც გავაცნობთ, მართლა ჩემ გუწველი სურვილია რომ უნდა გავაცნოთ უბანი
მოქალაქეს და ანუ მელია დაანტიგისურვე ბავშვებს ეხლა გავრცელებულია უბანში წარმოიდგინეთ რომ იციან რომ იქ არის ვიგენი, იქ არის ზებრა და ყველას აქვს ეს რაღაცა უდიდესი სურვილი რომ იქ მოხვდნენ. კარგი და მიიყვან. კი, აუცილებლად. ძალიან კარგი. ესე იგი მე რჩევა მაქვს. რომ იცი რა არის რომ უფრო კომფორტული რომ გახდეს ტრანსპორტით მგზავრობა. კონტროლერებს უნდა დაურიგოთ იარაღი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბევრი ვართ აქ ვინც ტრანსპორტით გზავ, აი ბურხის მაგალითად ავტობუსით მოაქვს ხოლმე დრამი და 5 კაცის ასიხთის. მაგ და არაფერს იხთის. ის საერთოდ ფეხით მოდის. წვერიანი ბიჭი. ხო. ეთი თვეც და არ მოუწევ. ხო და არის თქმა მინდა. იარაღი დაურიგოთ, მაგრამ კონტროლერთან სულ ის არის ხოლმე გაწი გამოწი და რო ეცოდინებათ რომ კონტროლერს იარაღი აქვს, კონტროლერი წყნარად იქნება, მგზავრიც, მძღოლიც და სულ ყველა. არ მეთანხმებით ამაში? ამას შეიძლება საპირისპირო გამოიწვიოს, იმიტომ რომ კონტროლერთან მეორე დღეს დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ესეთი მგზავრიავა, ვისაც იგივე იარაღი ექნება, ამიტომ მაგალითად ნიკო. დარწმუნებული, არა ეს არ არის, გამოსავალი არის იმაში, რასაც ვაპირებთ და ცოტა ხანში გავაკეთეთ. ჩემი ესე იგი ჩემი რჩევა, მეორე რჩევა ამან მაინც გაამართლოს რა. ბენზინი რო გავაიაფოთ. 25 თეთრით ჩვენიერი გადაწყვეტილებაა, ხალხი წყმაყოფილი იქნება და ის 75 თეთრიც არ არის ცოტა, რომელიც ისევ მიშას ჯიბეში წავა. 20 რატომ ახსოვდა? 20 გახსოვდა? ეს შენის 4 და 20 ხوار დაგემართა. 25 თეთრით გაიებდით რა რაღაცა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში რაღაცა შევასრულოთ და დარწმუნებული ვარ რომ ეს აუცილებლად გაკეთდება. მოკლედ კონტროლერის იდეა არ მომწონს. არ მოგწონს. იმიტომ რომ არ წავა. აი ეს 25 თეთრი აუცილებლად უნდა ძალაში დავტოვოთ. აჰა. დარჩენილ 75 თეთრზე არაფერს არ. ისი წარმოეწო. ნელა შეუთხელებთ ჯიბეს იმას. წინა გადაცემაში მიშას შეუთხელებთ ჯიბეს. კი, გასულ დროა რომ მოიჭიროს ცოტა კამარი რა. წინა გადაცემაში მე წარვადგინე მერად, ჩვენ ვართ საინიციატივო ჯგუფი, ბენდი არის ჯგუფი, მე ვარ საინიციატივო. წინა გადაცემაში ჩვენ წარვადგინეთ მერად ბატონი გია სურამელაშვილი. რა შანსები გაქვს რომ სურამელაშვილს მოვუგო? რითი გადაფარავ ჩემ გიას? მილიონი ხეთა წარმოგიდგენიათ ეხლა რომ დაირგოს. აი ამ დღეში მე გაშენებულ დღეში რეალურად ამორჩეულ უნდა გადაწყვიტოს ეხლა მელია უფრო იქნება კონკრეტულად და კაი მენეჯერი თუ ნორმალია. Ja, ძალიან დიდი ხარდაჭერთა ასე თქვა ფან-კლუბიდან. შეჭა ისინი. კი, რა თქმა უნდა და თან იცი რა კარგი საარჩევნო სლოგანი აქვს, წინა საარჩევნო. გაპატიებთ შეცდომებსაც გაპატიებთ. ორი იქო, ავაშენოთ თბილისი, რაღაცა დავაშენოთ ეს. მოუაროთ ხო? თან უკვე დიდი ხნის სლოგანი. გაპატიებთ შეცდომებსაც გაპატიებთ. და მე ფრჩხილებში გულში წენას დავივიწყებ, იცოდე, აი ეს. არც ერთ კანდიდატს არ აქვს. ასეთი ჯობლის. კი. ისე ერთ-ერთი ამბობს, რომ ერთ-ერთი კონკურენტი თქვენი და მერობის კანდიდატი და სერიოზული კანდიდატი, რომელსაც დიდი შანსი აქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვების, ისევე როგორც თქვენ, ამბობს ასეთ რამეს, რომ მილიონი ხე უნდა დავრგაო. და მე მაინტერესებს, ამ მილიონ დარგულში, რამდენი იქნება მართლა დარგული და რამდენი ნაციონალების ჩანერგილი. პრაქტიკით ვიმსჯელებთ, პრაქტიკა რაც ხატყობს. რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა იქნება ჩანერგილი. უმრავლესობა ჩანერგილი იქნება ნამდვილად. ანუ ყველაფერი წელი ქართული ოცნების ენერგიების თვალსაზრისით ძალიან ცოტა. აჰა, გასაგებია. ეს საერთოდ მართლა აი ხეებთან დაკავშირებით რაც მართლა მიკვირს, იმიტომ რომ ხა მილიონი ხე ხა წარმოგიდგენიათ ხა რომ დაირგოს თბილისში პრაქტიკულად ძალიან ბევრია. Ну, რეალურად თავარი იქნება. დღე გაშენდება, წარმოიდგინეთ და აი ამ დღეში მე გაშენებულ დღეში რეალურად ამორჩეულ უნდა გადაწყვიტოს, ხა მელია უფრო იქნება კონკრეტულად და კაი მენეჯერი თუ ნორმალია. არა, ბატონო. არა, ეს მე ვფიქრობ, ჩემ საქმეს აკეთებს რა, იმიტომ რომ ხა მელია დღეში უფრო
ანუ მე რისი თქვა მინდა იცი რომ ნიკა რომც ვერ გაიმარჯო მაინც მოგებული ხარ ხო ტყე გექნება და ინტერესი იმიტომ რომ ეხლა ტყე უნდა ვაქციოთ ხო პრაქტიკულად და ამ ტყეს მელია უკეთესად მოუვლის მე ეს მომეწონა. მოკლედ, სხვადასხვაშორის იმედი მაქვს, რომ მოწვეული მყავს ერთ კონკურენტით და სხვაებიც გადაცემაში და აუცილებლად გითხავ და მაინტერესებს რა პასუხს გამცემს ამაზე თქვენი კონკურენტი. ერთიც, მეორეც, მესამეც. ანუ ტყე ვისთვის ჯობია. კარგი. ახლა ისევ იმ წერილს დაუბრუნდები, თვითონ წერილს არა, ნახსენებია, რომ თქვენო იყავითო გამგებელი ძველი თბილისის. ხო? შესაბამისად, ბევრი შეხვედრა გქონდათ, ხო? ბევრი პროექტი, ბევრ უცხოელთან კონტაქტობდით. აი, პირდაპირ არ მიყვარს ეს შეკითხვა, რომ აი რაღაცა კურიოზი ხო? მე მაინტერესებს, აი ყველაზე უცნაური თხოვნით ვინ მოსულა? ან ყველაზე უცნაურ ადამიანს ვის შეხვედრი ხართ აი ამ მუშაობის პერიოდში? ძალიან ბევრი ხა, უცბად თუ გამახსენდება, უცნაური თხოვნები, ყოფილი თხოვნები როგორი და შემოსულან და საარეცხი მანქანის ყიდვას გთხოვს. მასწავლებელი ყოფილა. რო ხელით ეცხავს. ეგ მამიდა ჩემი იყო, რატო არ ვიყო? აი რა გამოხვალ კიდე და მამიდა ჩემს მოთხოვრო ხმა მომეციო. ნურას უკაცრავად. არა, ნამდვილად იყო მამიდა არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი. მე დამიკეკე იკითხე რა. იმიტომ რომ იყო ასევე მოსული იგივე თოვნაზე, ქალბატონი რომელიც გთხოვდა რომ მაქვს სარეცხი მანქანა, მაგრამ ვიათკაო, ხო გახსოვთ ვიათკა რეალურად გამოდის უწყობიდან და ნუ აი გულზე ჯირი წევი გთხოვს ასე თქვა სარეცხი მანქანის ყიდვას, რაც რთულია შესაძლებელი ხო? მერე ამ საბიუჯეტო ასე თქვა საფრთხეს მოახმარა არამიზნობრივად და მე რაც ხდება კი ვიცით ხა. მე ვიცით არის დიდი ხანი მინდოდა ჯანდაცვის მინისტრობა. მე მივხვდი რომ არც ერთი მთავრობა არ ამისრულებს ამოცნებას. შეიცვალა მთავრობები, გაცოც ჯერ შევარნაძის მთავრობა იყო, მანამდე ეროვნული მთავრობა იყო, მერე მიშას მთავრობა მოვიდა, მერე ქართული ოცნება მოვიდა, კაცი შვილობა მე არ მომხედა, არ დამნიშნა. მაგრამ წმენი არ დაკარგო უკეთესი ფანჯერი. არა, უკეთესი მინდა. უკეთესი ფანჯერი. შეგონია ეხლა ასე ტყილა მოგიყვანე აქ? იმიტომ რომ ეხლა მე თან გადაცემაში ვარ, თან ერთ რიგით აღმოჩნდა და მუშაობ, ასე რომ რეალურად არ დაკარგო ფანჯერი და მინიმუმ ქალაქის დონეზე ხო იყო ქალაქის თავარი კარდიოლოგი ქალაქის თავარი გონია რომ უბრალოდ თქვენ გონიათ რომ მე მოგიყვანდეთ აქ იმიტომ რომ თქვენი პიარი არა მე ჩემს საქმეს ვიკეთებ მე მინდა აბსოლუტურად ყველა კანდიდატს ვეთქვი ამას და ვინც უფრო დამაჯერებს რომ შემისრულებს იმას ვიქცემ ხმას მე მინდა ვიყო ქალაქის ვიცე-მერი გამხადეთ ქალაქის ვიცე-მერი და თუ გინდა სევდია დამიძახეთ ეხა ერთ კვირაში მეკნება დაახლოებით წარდგენა ახალი გუნდის მაქსიმუმ 10 დღეში და გავხსნათ მაშინ აი გადაცემის შემდეგ კონსულტაციები და კი ბატონო გავხსნათ მეც მე წინასწარ გავხსნილებ მე ტყვილი არ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე ვარ გადმონაშთი და სუბიექტი მე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს თანხმდები და ყველა არა ზემოთ ანუ როგორც იდან ზემოთ აღვნიშნე ამით ვთქვათ არა ზემოთაც რაღაცას პოულობენ ხოლმე რა და იმათთვის არა ყველა კანდიდატს მივყვები მე ვიცე-მერად ვინც გაიმარჯვებს რა ვქნა ასეთი ვარ ეს რო იცი კიდე რჩევის სახით ხეშიც გაყვები ყველას ხეშიც მელიასთან ხო ხეში ბევრად კომფორტულად იქნება ხეში რო წახვალ ხო მელიასთან ერთად უნდა იყო ისე მართლა რომ მოიგო არჩევნები ხო შეიძლება რომ სიხარულისგან გული გაგისკდეს მაგრამ რა გენაღლება მამა კარდიოლოგი ყავს არა გაზღეული ვარ მაგრამ ვაიდა მოვიგე მე რეალურად სიხარულისგან გული რამდენად გამისკდება არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი პაციენტები გრძელი რიგი დაუდგება მამას იქიდან აჰა იქიდან და მე ვთხოვ თქვენ მამას რომელთანაც მე მეგობრობ სხვადასხვაჟორის რომ ერთი კაი პურმარილი იკისროს რა ან ერთი სტენტი ჩამიდგას რა უბრალოდ რა იცი რაში გამომადგება თუმცა ხო იცი ექიმი ბლანდი ეს ექიმი რატო არ გამოხვედი
აი ხო ტრადიციაა, რომ სერიოზული ექიმი ყავს მამა, ხო? აი რაღაცნაირი ტრადიცია. თან აბსოლუტურად ყველა. არ გამოდიოდა რა, ხო მამა ჩემ არ გეუნებოდნენ რომ სამედიცინო ჩააბარეო? ექიმი რო გამოსულიყავი მე, აუცილებლად მამა ჩემთან მომიწევდა მუშაობა, თო თქვი მე კლინიკაში. და ეხლა მე მამაჩემ შეაკამათოთ ხოლმე რაღაც საკითხებს გვიყვარს ეხლა ნუ ნორმალ მამაშვილო ფეხბურთზე გამათობთ? ფეხბურთზეც ვკამათობთ. არა რომელ გუნდებზე იცი ეხლა მამა მე მაგალითად ესეთი ცოტა არაორდინალური გუნდი მყავს არსენალი. რატო არაორდინალური? შენ გაი მე გული გამისკა მე მგონა გალათასარაისი. არა. არსენალი მშვენიერი გუნდია. ეხლა რო ვეკამათ ეხლა ხშირად კლინიკაში ეხლა რადოს კლინიკაში ნუ ასე თქვა. და მამა ვის გულს შემატკივრებს? მამა მე მგონი ისე დინამო თბილისი. რადგან დინამო მეც მიყვარს და ყველას არა ის დინამო თბილისი აქვს. მე მგონი იმის შემდეგ რეალურად პრაქტიკულად ნორმალურად არ უყურებ. ჩემპიონთა ლიგაზე დინამო რო არსენალს შეხვდეს. არ მითხრა ეხლა არსენალს უგუნოშევ. არც დაგიჯერებ, ხო? და ანუ მამასთან კამათი სამსახურში არ გინდა. იქ ხელფას მოგიჭრის მე მაინც დირექტორია. ჩვენი კამათი ძალიან უარყოფით დაისახება ჯანმრთელობაზე პაციენტის. გასაგებია. გასაგებია, ხო. მეც არ წავედი მამაჩემის კვალზე. მამაჩემი ცხოვრებული მეღვინე იყო და სულ მეუნებოდა რომ მეღვინე გამოდი, მეღვინე და იმიტომ რომ არ წავყევი, იმიტომ რომ მეღვინეობაზე არ წავედი და მიყვარს დალევა და რო წავსულიყავი რა დამემართებოდა. ღვინის მოყვარებელი გამოვედი. გამოვედი, მოყვარული გამოვედი. კარგი, ისე მე ვთვლი რომ თუ მოიგო არჩევნები ან მელიამ, ან ნარმანიამ, ან კუკავამ, ეს მეგრელები მიხედავთ ერთმანეთს. მაინც ისე არ დატოვებ. აი გაჩეჩილაძემ თუ მოიგო, ან ტყაბლაძე 4-20. აი მე რა გეშველებათ ამ მეგრელებს. მე უნდა ვიჩალიჩოთ რომ ვიცემერად გავიყვანოთ ჩვენი ერთ-ერთი მაინც რა. გაჩეჩილაძე შევეტენე უკვე ტყაბლაძე ჯერ ანყოლია და მე გაგკაჩავ ნიკა არ მიგატოვებ. ახლა რა მაინტერესებს სადაური მელიები ხართ წარმოშობით? წარმოშობით სამეგრელოდან წარმოშობით გვარი ნუ ზუგდიდი. ზუგდიდი გააქვს რამე ნათესავები მოგცემენ ხმას ზუგდიდელები თბილისის არჩევნებში. სასაცილოდ გამომივიდა. არა, თბილისში ვერ. ხშირად ჩადიხარ ხოლმე? კი, ნუ ბავშვობაში ძალიან ხშირად. ეხლა უბრალოდ ვერ ვახერხებ. ძირითადად კი, ბოლო ერთ წელიწადზე არ ყოფილა უბრალოდ. ერთ წელი. ნიკა, ინგლისში სწავლობდი, ხო? რომელ ქალაქში? ოქსფორდში. ოქსფორდში სწავლობდი. იცი რა, ინგლისში სწავლაზე სულ მახსენდება, იყო ესეთი სასაცილო სერიალი, აღარ მახსოვს ვინ თამაშობდა შუა ქალაქში ერქვა. ხო და იქ ერთი ბიჭი ამბობდა ხოლმე რომ მე ლონდონში ვსწავლობდი და ასე ხო არ სწავლობდი შენც? ცოტა სვანეთ, ასაკი ისეთი იყო უკვე რომ მე მაგას სხვადასხვა ძალიან ბევრი მაშაღირებდა, იმიტომ რომ იმ დროს სწავლობდი, როცა ის რეალურად ეს სერიალი გადიოდა? ეშხში. სანდროს ხო არ გეძახდნენ? არა, სანდროს არა. კარგი, მგრილავად, ქათმის მგრილავად მუშაობდი ოქსფორდში. ხო, ანუ გრილზე წვავდი ქათ. ამ ინგლისელებს ხო არა აქვთ მელია ქათამთან როგორ მიგიშვეს? არიცოდნენ. კიდე მეტყვი არო ევროპელები მაგრები არიანო. როგორ მიგიშვეს მელია? არიცოდნენ ეხა მელია რო ინგლისურად ანუ Fox Foxtrot ცეკვავ? არა. აქ არ მოცეკვო რა. არ მოცეკვო. მე რო ვიცეკვე ხორასან. ხო და აი ოქსფორდში იქ ვიცი რომ რაღაც წყალჯომარდობაა პოპულარული ეს ოქსფორდი კემბრიჯი რო ეჯიბრება ერთმანეთს. ხო არ მიგიღია მონაწილეობა? და როგორც შევმუშაოთ აღმოჩნდი იქ და ვიმუშავე წარმატებით. იქ სადაც მუშაობდი, ჩემი გვარის პატრონი, აი ესევე ვაპირებ წარმატებით შევიდე დედაქალაქის მერიაში. აჰა. გასაგებია. და კაბინეტთან დადგა გრილის აპარატი. ის ხარ ძალიან მაგარი იყო, თან წამოდის დამარინირებული ქათმები, ხები, ვიზლი, ყველაფერი ქათმის. მე კეპკა, მაფარია, აქ ფართუკი აქ. ვის აღმოსავლებელი? მეზავებელი იყო იქ სამზარეულოში. ბრენდის სწავლდი, აი რას სწავლდი? ბრენდის ინგლისში ლუც სწავლდი. კარლინგს სტელას. გემოვნება კი გაქვთ ამ მელიებს.
ვერაფერს. მომისმინე, სესხი აქვს აღებული ნიკასო 80,000-იო. რაღაც სადღაც წავიკითხე და დეკლარაციაში წერია 1-0-ით მეტი იყო. ანუ 800,000 გაქვს ეს სესხი თუ 80 გამაგებინე. 80 1-0 იყო. 1-0. ერთი ეგეთი შეცდომა CS:GO-სგან და გამარჯვებული იქნები რა, ვიღაცას რო შეეშალოს და 1-0. მიგიწეროს. მოკლედ, მე რა მინდა ვთქვა, რომ პირობა აღებული მაქვს, ანუ ჩამოგართვით პირობა, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, მაინც იქნებით ჩემი სტუმარი. აუცილებლად კონსულტაციებსაც ხსნით, იმიტომ რომ რეალურად მრავალმხრივ განვითარებული ხარ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ კულტურის მიმართულებითაც. კი, არ ვამჟღავნებ რაღაცეებს. ამიტომ დღეიდან ხსნით. კი, აუცილებლად ვიქნები სტუმარი. ასეც და ისეც. ასეთ და ისეთ, ვარცხნილობას არ ვიცვლი. კი ბატონო. მოვდივარ, არ ვიცვლები. ფათაშორის ეს რო გაიგო. ვიცვლები არანაირად. გამარჯვების შემთხვევაში. გუფიმ რო გაიგო, ბოდიში დიახ დაამთავრეთ? არა, გააგზავნეთ. გუფიმ რო გაიგო დღეს ნიკა მელია მოდის სტუმრად, უცებ გაიქცა სალონში, გვანახე და რა გააკეთე? აი? ჩვენ ერთ რაღაცა სიურპრიზს ვამზადეთ არჩევნებამდე 1-2 დღით ადრე. შენ და გუფი? არა, რაღაცა ამ კონტექსტში გამახსენდა რაღაცა და აჰა. კი ბატონო, მოკლედ. არ მინდა დავაანონსო, არ გამოვა ეს მთელი ფიშკა იმაში. არ გვინდა, არ დაანონსება არ გვინდა, არც არაფერი არ გვინდა, ყველა ვნახავთ რაც იქნება, როგორც იქნება. მე მინდა რომ მადლობა მოგახსენოთ ბატონო ნიკა, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, მართლა ნიკას ისევე როგორც ყველა კანდიდატს მერობისას. როგორც ღვინის მოყვარულს სიცოცხლე გაგიმარჯოს, გაიხარეთ, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. როგორც ყველა კანდიდატს, ასევე ნიკასაც, იმიტომ არ არის მარტივი თბილისის მერობისთვის ბრძოლა და მადლობა მინდა. თავარიათ, შენ დავხვდე, მე გიმოვალ. მე დავხვდები. ანუ შენ გონია რომ მე გამიშვება რა კონტრაქტი ხო მყარია და ის. კი, კაცო. კი, მერობის არჩევნ სანამ შედეგები გამოცხადდება, მე აქ ვარ და გელოდები, გინდა მეც გადავიპარსო. ძალიან დიდი მადლობა. ნიკა მელია.